პროექტი, გაცოცხლებული ლექსი. შეხვედრა წიგნის ავტორებთან. ეს ყველაფერი ჩვენი ამბების და ჟურნალ ცისარტყელას ერთობლივი პროექტია. დღეს ჩვენ გავაცოცხლებთ 3 პოეტის ლექსებს. მოგესალმებით, მე ვარ ანა მარია ყულაშვილი, ჩვენი ამბების წამყვანი. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ქართველი მწერლები: მძია ელიაძე, ციცინო ცქიტიშვილი და სოფო ფოცხერაშვილი. და სალამ დარბაზში შევიდოდეთ, მინდა გითხრათ, რომ მართლაც ლამაზი საღამო გელოდებათ. გავაცოცხლებთ ლექსებს, ნახავთ ხელოვან ბავშვებს. გამოვყევით. ჩვენი ამბები კი პირველი მოგეყვებათ, რა ხდება ჩვენ სამყაროში. მე რამინი ვარ კვარაცხელია. წავიდეთ. მოგესალმებით, დღევანდელ საღამოს ხსნით და თქვენთან ერთად ვიქნებით გიორგი საძაგლიშვილი და ელენე დევაძე. დღეს ყველა ერთად გავიზიარებთ თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებს. ვფიქრობთ სამყაროზე, მათი თვალით და უბრალოდ მხარს ვუჭერთ ქართულ ლიტერატურას. მოდი დავიწყოთ. ზღარგულია ძუძგია, წვიმას გაულებია. სურვილს თმა თლად აგუწო. ძუხს დედიკა ძუძგია. როგორ გაუძუძგია? წვიმას დარდავს მუდია. თან როგორი გუძგია? ძუხს დის ნიას ცუხ. ეჩინება ძუძგიას. ზღარს მეძახი ბუძგიას. თუ კარგია ბუძგია, შენ თვითონ ხარ მოვიდა. ზღვაში ვაზი დაუწევდა. ზღარს წლის ნაშრომ ნაჯაფი. კაცეთები აგუძდა მომეშვერეთ ჩავშახდი. დაუძახა მეგობრებს. მოიწვია მეგობრები, ციყვი და თვიმერია. მომეშვერეთ თველში ძმებო, სანამ კარგი დღეია. მე ფახით გურგურს ვუხსოვდები, ჩემთვის ჯაფა ძნელია. ციყვუნია და თუჩას, ყოჩაბობა მსმენია. საჭმელად კი გესტუმრებით, მიყვარს თბილი ლუწერი. ჭირში ხეში მეგობრებთან ვარ ერთგული, სულ გრძელიც. ციყვს კალათი გაუსია, ქარის ფერი პევრებით. საწყნახელში ეზიდება და თვითყურავს ქვევრებში. დაბალი დაძინდა, ნაყოფი წითელ ფუსებს. ტოტი მოსავით დაძინდა, მეგურა ცხეზე ჭკუსებს. ბავშვს ჭამენ ხეზე ბავშვები, დასწითლებიან პირსაკი. ოლსაუდებენ შაშვებით, ღერიან თან ბარხს კენთავი. ზესაც კი მოსულველია, იგენოს ტბილი ნაყოფი და სიცხის მოსულველია. ზრდება წყალში ნაკრობი, მაისი ვარდი სულნელის. ბრუნდება ნახოს ატყორებს, ნაკრაოცნება სულდება, სიო დასოცხოს აწევებს. წამლების კაფი, მოისურვა ციო, მოიწვია სტუმრი, დათვი მელა ტური. ყუს ხამი და თავი, კიდევ მოხობი, არ დატოვნა არა, ყველა დაპატიჟა, ხარობს სიყვი მათმათკი. გაშლა არ დაყულის უთავ ფუღუროში. იჭკრია ჭკუჭკა, ცივრის საუბრში. წუხართ ფუღუროში, ვეშილავთო პორტი. აქ ყოდალა მივიდა, დახმარება მათი. სუსტარიოვის ფორმით, ციხოს ნიანგად საჩი. წაიკითხა წერი, ციხა ყურბუტყო. მაპატიით სულელი, ვერ მიხვდრო ამას. ციხა უკრუპნა ხრიველი, სთხოვა დახმარება. დასმხელებს ფრთოსანებას, იწყეს სუფრის გაშლა. გაიმართა ქეიფი, ხარობს ყველა ერთად. ელენე ბერიანი და მარიამ ტატაშვილი დაადგნენ ლექს ილადა ბუჩქის ძირას ლამაზიას, შეხეთ ზინავს თვალებღიას. მშვენიერო ჩემოია, დაიძინე გვიანია. თორემ ზამთარს ქარყინვიანს ვერ გაუძლებ მეშინია. როგორ შევძლო დამძრალიას, დაგეხმარო გოგონია? 11 თვე მძინავს იას, მიწის ქვეშაც ბნელეც ჩიას. ოცნებებში მლამბავს იას, ჭრელგაზაფხოს ფერებიას. კიდევ დისკოს 9 თვალიანს, მწველს კაშკაშას, მშვიდს და მზიანს. გულის კარი სულ მაქვს ღია, დღიარის თუ ბნელეთია. არი ჯავრო ჩემონია, თუ კი მძინავს თვალებღიას. ვეურჩები, ავზნიას, ყინვას ია ციცქნაჩია. უშიშარს ნაზოს სულურჭკაპიანს, ყველა მეტრფის სულგულია. კორდმდელოვეს ლურჯღილიას, მე ვამშვენებ სულგულია.
ბუბუ ჯანგიში.
მზია ელიაძე თან პოეტია, თან მასწავლებელი. ეგიო ყველაზე მაგარი იცი რა არის თავის მოსწავლეებთან ერთად არის მოსული. მე გახლავართ ზია ელიაძე 179 საჯარო სკოლის მეორე კლასის დამრიგებელი ხელმძღვანელი. რა გითხრათ, წერ და ცოტა სამზეოზე გამოვიდა ამ ბოლო დროს და ჩემი პატარები სიამოვნებით კითხულობენ, ისმენენ და ამ ეტაპზე თქვენი ტელევიზიის წყალობით დაგვაფასეთ უფრო ასე ვთქვათ და გამოჩნდით და გამოგვაჩინეთ მეც და ჩემი ბავშვების. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. სხვა რა გითხრათ, ფიქრობ მოსწონთ, იმიტომ რომ ჩემ ლექსებში არის არა ბოროტება, არა შუღლი, არამედ სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება. ну რა ვიცი, რატომღაც მგონია რომ საინტერესო სახალისო საკითხავია საბავშვო ლექსები. მადლობა, დიდი მადლობა. მოდი დავუძახოთ პატარებს. საბაწულო კიდე. ხთველი. ზვარში ვაზი დაუმწიფდა, ზღარბს წლის ნაშრომ ნაჯაფი, რქაწითელი აღუდგუდდა. მომეშველეთ ჩავშაქრდი, მოიწვია მეგობრები, ციყვი დათვიმელია, მომეხმარეთ რთველში ძმებო სანამ კარგი დღენია, მე ფაფუ ქურქს ვუფრთხილდები, ჩემთვის ჯაფა ძნელია, ჩიყუნიას და დაჩუჩას ყოჩაღობა მსმენია, საჭმელად კი გესტუმრებით, მიყვარს ტკბილი ყურძენი, ჭირშილ ხინში მეგობრებთან ვარ ერთგული სულგრძელიც, ციყვს კალათა გაუსია, ქარვისფერი ტევნებით, საწნახელში ეზიდება, დათვი წუდავს ქვევრებში, გზამომეცი მელაკუდა, ხელს ნუ მიშლის შრომაში, დრორომ გაკყავს უსარდელად უსაქმურად ყოფნაში, ეშმაკობა შენი ვიცი, კარგად გიცნობ გონია, მელიისგან სიკეთის ქნა აროს გამიგონია. დაჩიხე ჩუაშვილი დრუნჩას ნატრა როგორ მიყვარს დაც ნუ გვარი ტკბილი თაფლი ფუტკრებო სიყვარული მაქვს უზღვავი თქვენზე ჩემო გულებო უთქვენობა არ მეგების დრუნჩას ამ სამყაროში მეტიც გეტყვით რომ შენ ფერის ყოფნა დიდ საბადოში სადაც არის თაფლი ბევრი ულები თხოვთ არა თქვა ჩემზე ხარბი არ მიწოდოთ უძღვევი უთქვენო ჩემი ცხოვრება და ფიქრებას კი მზარავს გეხვეწებით რა მოხდება ნუ მიწოდეთ დაც მყარავს რატიკილასონია ქართულ ამბანს 33 ქალუაშ სათაყვანო ამბანს ღვთის ასაკის სადარს მოუწია ჟამმა მოეფინოს მყარად საქართველოს მთავარს იასოს მსგავს ხალას მისი ხელით ნალამს მოიძიებთ სხვაგან ნუ თუსად მენახავთ ლადო დიდებაშვილი შულის ნუკრი მეტყეჭალის მოტყიალე შულის ნუკრი ვარ პატარა დედა მეც თქვენსავი 9 თვე იცით მუცლით მატარა ტყის ბუბუნი წყლის შხრიალი მიმღერ ტკბილი იავნანეს იმიტომ რომ შენ ზიანი მომაყენო ვაგლა რატომ მოჰკა ჩემი დედა რად დამტოვე ასე ობლად რად დამაგდე ტყის იმედა დაცვის თავიც კი არ მაქვს რა გინდოდა რას მესჩოდი დაგიშავე ნეტავ რა ღირთიშვილს თუ ამაზე გეტყოდი ცხოველს როგორ მეგონა ანდრია წუწუნავა ბეღურა შემოჰყინვია ტოც თავლის ფცილა პატარა ფეხებს გითოშავს საწყალს რა ძალა მადლი გაქვს ერთი ციდას რომ არ მიფრინა ვარტოვებ ბინას შენი სიმტკიცე და ნებისყოფა მქონდეს ვინატრებ მეს ღმერთთან ყოფნას საოცარია არ მოგეყურა მისა ბაძი ხარ ჩემო ბეღურა ელენე მსხილაძე კატა და თაგვი სიყვარულს რა ვუთხარი ჩემო ციცქნა თაგუნია კატებს თაგვების ჩაკვრეხვა გვიყვარს კარგო ხომ გსმენია ყეფით დამდევს მეჩხუბება მთელი დღეა ეს მურიაც არ შემჭამო მე ხვერწება ოჰ როგორი სულელია მე გაფრთხილებ მომერიდო სურნელს შენსას ვერ გავუძებ თორემ ვაი მომესურ რომერე ცოდვად შემაწუხებს ლუკალოიანი მზე წვიმა და ცისარტყელა წვიმით ნაწყვე დაახლი მზე წვერის ხივი დამალა წუხს და ჯავრობს რუბელზე დამღალაო დამღალა თავხი ფერის სამოსი ზეცას ტანზე აცვია ცვირფერისგან არტყორცნი სირა ლოყას ატყვია კვარავ წვიმავ დაოკდი გეყოს ბრაზო შვიდფერა ყველა შენზე ბრაზდები ქსუც ვიხილოთ მზედედა მაშა კუპრაზე სკოლისაკენ
ჩემო გოგო თვალ ხატულა გენაცვალოს დედა შენ შეხემ ძაც კი გაბადრულა სკოლისაკენ გაცილებს ადრე დაწოლას დატკბილ ძილს შეერჩვი ეგეთ აყვამძილს გიმღერისასე გიჯოთ შენი ხილვა მეემა ხოდა ჩემო თვალის ჩინო დაუჯერე დედიკოს ყურადღება ამა დღისო გარიგებდა ბებიკოს უკვე სკოლის მოსწავლე ხარ გელის მასწავლებელი კლასელები კიდევ ზარი დაუზარელი ლილა ნიბლაშვილი ზღარბუნია ძუძგია წვიმას გავლუმპია სხურს თმამთლად აგბურძგნია წუხს დედიკო ძუძგიას როგორ გაუწუწია წვიმას დარდობს მურია თა როგორი ბუძგია წუხს ხტისნია სუღრია ეცინება ბუძგია ზღარბს მეძახი ბუძგიას თუ კარგია ბუძგია შენ თვითონ ხარ მურია მოსენინუა კეთილი ციყვი დაზამთრდა და ციყუნია მიაშურა ფუღუროს არა ძილს კი არაპირებს ლამას ტყეს სურს უყუროს აქ ბეღურა შეუძახოს ყვაუმა რომ არ უმხლთოს იქ კურდღელი გააფრთხილოს მელაქ დევსო უგულო მარტო ჩემი კარგი ყოფა უდარდელი ცხოვრება ვერაფერი ბიჭობა მეგობრებთან ჯობს ყოფა ხოდა დახტის ხიდან ხეზე აკონტროლებს მიდამოს მაშინ ვარო ბედნიერი ყველა ერთად რომ ხარობთ ლექსი პატარების ბას წარმოადგენენ ანა მარია ყურიშვილი და ბარბარა ლენტაკური დედამიწა რაზე დგას რაზე დგას და ცაზე მართლა ცა რაზე დგას ცა ეშვება ზღვაზე მაშინ სხვა რაღაცზე დგას უშველებელ ქვაზე ის დიდი ქვა ბურთივით მრგვალ დედამიწაზე დაბნეულ ბავშვს ახალი კითხვა აგორდება თუ ბურთივით მრგვალია მაშინ რატო არ გორდება მარიამის ზეიმზე დიდზე იმზე მოვედი იები და ვარდებით სამშობლო სიყვარულში არ ჩამოგივარდებით საქართველოს არ გავცვლი დამიხსომეთ ვინცა ვარ იაკობი სამბას და ჩემ დედიკოს უფიცა ვარ შემდეგი ლექსი წვიმა გუგუჯანიაშვილი წვეთი წკაპი წკაპუნა წვიმა შხაპი შხაპუნა დახტურავენ ტალახში თათია და დათუნა წვიმა შხაპი შხაპუნა გუბეები ჭკაპუნა გონი იტყიპებიან ერთად მამა პაპურად ზურიკო და დინარა ნინო დანო ხათუნა მართან ერთად ბზირიალებს კინგი ყურე პატყუნა ჩხირები, ყაისლაღიც და ძაფებიც, სურდა სასწრაფოდ მესწავლა ქსოვა წინძის და კაბების. ბებამ თქვა, სწორი ქსოვისთვის რიგები ვთვალოთ მთლიანად, თულა დამეზარა და ქსოვის სურვილმა გადამიარა. რაც მე გამიგო ნეტავი, ამხელა ადამიანმა, მე ქსოვის სწავლა მინდოდა, მათემატიკის კი არა. კაკალი და თხილი, მოდი გავინაწილოთ, კაკალი და თხილი, სულ თანაბრად რომ შეხვდოს, თვალოთ წყვილი. კეთი შენ რომ აიღე ერთით მეტი თხილი. გეფრთხილდებით ილიკო, არ აკეთებდეს კბილი.
დილად გება მზიანი და თბილი, ნაკადულის ხმები მესმის მშვიდი, ტყეში ფრთხილად მივუშვები შვებით, იქვე ახლოს განაბულა შველი, მივიწევდი მისკენ გულის ფეთქვით, ძლიერდება ნაკადულის წვეთი, ყურში მესმის საამური ხმები, ასეთია მელოდია ძველი, ტყეში აღწევს მზის სხივები მწველი, ხელსაც მიწყობს ნაკადულის წვეთი, გულსაც მითბობს ჰარმონია ძველი, მე მღერება და ამიტომ მღერი. მე დღეს ისევ შემომაწვასებდა, ჩემი თვალი ეხლა რას ახედავს? აგერ ქვაზე ჩამომჯდარა ცერა, თმა ხუჭუჭა ცისფერთვალა ქერა. მივესალმე, რატომ სტირი ეხლა? თურმეშია ელოდება დედას, გზაზე უცბად გამოუჩნდა დედა, ცარიელა მოდიოდა ნელა, დაკოჟრილი დახეთქილი ხელით, თვალზე მასაც მოსდიოდა ცრემი, მაშინ მივხვდი ვერ შველიდა დედა და ამიტომ შემომაწვასებდა. გული მწყდება რომ არ არის, ყველა ბავშვი ბედნიერი, ნუთა მათაც გაიხარონ ამ ცხოვრების ბედიღბალით, მაგრამ ასე როდის ხდება? ზოგ ცხოვრება უბრუნდება, მაგრამ იმედს დავიტოვებ, რომ ზღაპარიც ასრულდება. დაახლოებით 2 წელი. აი რამდენი ლექსი საუბრობ? ან რა არის შენი შთაგონების წყარო, როდის წინ, როდის გეწერე? მე მაშინ წერ, როდესაც მაშინ გავდივარ და რაღაც სათავენა ვიქრება, შემდეგ ჩემს თამაში მივიდივარ ციცმარ გარემოში და მე მინდა გითხრა, რომ ძალიან მომეწონა და შენ ლექსებში 3 ლექსი წაიკითხე. 2 ლექსში იყო პარალელური რითმა და 10 მარცვლიანი. მესამეში იყო ჯვალედინი რითმა და 10 მარცვლიანი. ძალიან ძალიან მომეწონა. ძალიან ლამაზია და წარმოგვიდგენს. წერი აუცილებლად კარგი პოეტი დაკრება. თუ გააგრძელებს, მაგალითად. რა რჩება უნდა მოგცე. ეს უკვე ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ლექსი გეწერება. მე ამას გეტყვი. ეს არის უფლის საჩუქრად და გააგრძელე, არასოდეს არ დაკარგო. ყოველთვის წერე და თვითონ მოვამეწე ყველაზე. ახალგაზრდა ბებოა და შეხედეთ, მოკლე კაბებს ატარებს, მხოლოდ სილამაზისთვის თუ იკეთებს სათვალეს, თვალებს ისე იხატავს, მერე მომწონს ძალიან, დადის გამო პენჭული, თითქოს პატარძალია, ყველა ასე იძახეს, რა ქალია, რა ქალი, რა ვქნა ვეღარ გავიგე, ბებოა თუ დაქალი. მე მომასიდბო, სინათე ოქროს ფელი თილისმის, წინათ მე ვქვათ იბათვე, ახლა ვქვია ივნისი. დედა აცხობს ლობიას, იქვე დიდი გობია, ცობს თუ თითი, შეახე ჩემს საყეპლად მორბიან. მეწოდება დედიკო, ამდის წვალობს ცოდვილობს, ხომჯობს ლობიანები, მეც გამომაცხობინოს. წუხელ არ მძინებია, ბავშვი მყავდა ავად, სიცხე ქონდა თოჯინას, მკურნალობდი თავად. თურმე ყელის ტკიოდა, შევამჩნიე ხმაში, ფეხზე წინებს უცვლიდი, დასველებულ ზმარში. ტყემლის კლაპი დამბალი, შემოვადე ყელზე, ალყი დამძრიდ დავზილე, გულმკერდზე და მხრებზე. შინაური წამლებით მოიხედა თვალში, მოვარჩინე თორჯინა სულ პატარა ხანში. სივარდობის თვე, ვარდებს საუბრუდავა ხვიერ შემი მზით და ხალისით, ბულბულს კოცნა გაუგზავნე ვერ მისაიდ მაისი, დახან უნდარდობისევ ძვერად მერქვა ვარდობის თვე. თუთის ხისკენ მივიჩქარი, თან წავიყვან მეგობრებს, მოვითხუპნე ხელი პირი, დედას ჭინკა ვეგონე. ბელი, დიცი, მოიმღერის ბელი, მობილური უყიდეს სულ ბოლო მოდელი. აღარ არის ჭკუაზე, გაჯგიმული დადის, ვეღარ არჩევს მზეცაზე, ამოდის თუ ჩადის. აწკაპუნებს მთელი დღე, დაეღალა თავი, ყველა ამბობს ამისგან არ გამოვა დათვი. ასე დავალ ქუჩა, როგორ ვიყო აბასუფთა, სანამ ხეზე თვალებს აჭყეთს გემრიელი შავი თუთა. მოტეხილი მაჯა, სამწუხაროდ, ბიჭუნა, მოიტეხა მაჯა, გაუხარდა ხვალიდან, მომაკლდება გარჯა. აღარ წავალ სკოლაში, მომართვე მზამზას, ვეღარც დამაძალებე პიანინოს დაკვრას. ჩანთა შემიკელეთ, ლელეთ, როფელიანი,
ყანახტაჩებულია უცხოთჩემიანი და ყვავილი დააქარგა ყვითელგულა დიდებული და თხარი დღაასე და მაქვს ხაჟი გადაკიდებული
იმიტომ რომ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი ამბების აქცია იყიდე და აჩვენე ქართული საკმაოდ კარგად წავიდა. აქ წარმოდგენილი წიგნები ამ ეტაპზე ქალბატონი ციცინას და ქალბატონი სოფო ხოცხვარაშვილის წიგნები მართლა ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიცნო და ძალიან ბევრი პედაგოგი დაინტერესდა ამით და ჩვენი ბავშვების სააქციო სიტყვები რომ მოიტანეთ წიგნები ჩვენამდე ნამდვილად შესწრიდა ძალიან დიდი მეთქმა ქალბატონის რომ შემდეგი წიგნი წიგნება და ჩვენ ზადვართ ყველა წიგნი რომელიც მზის გვერდს ნახავს გავაცნოთ მამყურებელს და რაც მთავარია ავტორებს, ქართულ ავტორებს დავუხმაროთ წიგნების რეალიზაციაში. დღევანდელი დღე ალბათ დღევანდელი საფამი იმით არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენთან ძალიან ბევრი ოცნება ხდება. ციკო მინდა მოვიწვიო სცენაზე, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, გაიცნოს. თიკო იყო ჩვენთან სტუმრად გადაცემაში და მისი ოცნება იყო რომ ნამდვილი ხატვის მეთვალყურეობით, ნამდვილ სახელოსნოში, ნამდვილ მომღერლთან დაეხატა და მე ნახა. და ჩვენ ეს ოცნება აუსრულებთ. და ძალიან დიდი მადლობა კულტურების სტუდიას იმისთვის, რომ თიკო მას უძლეს რეკომენდაციები და შემდეგ მოვბერდიც კი ნავაჭუქა და გადავაგავანად სახში თიკამ შექმნა აი ეს ნახატი. შემდეგ ჩვენ შევხვდით თიკოს რომ ნახატზე დაიწერებოდა ლექსი და ქალბატონი თამარ მახარაშვილის დამსახურებით ქალბატონო თამარ მოგწანთ ჩვენთან სცენაზე. და შემდეგ აი ამ ლექსზე დაიწერა სიმღერა. ჩავთვალ სიმღერა და ახლა თიკო და ეს სამიასური არის ხო და ამ სიმღერაზე გადავიღოთ კლიპი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თიკო და ქალბატონი თამარი, ასევე ყველა ბავშვი. და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩემი ეს ახალი პროექტის განხორციელებად გახდა ხელი წყალი. თიკო, რას გვეცი ორი სიტყვა ვითხარი. მე შესაძლოა ძალიან ბედნიერი ვიქნები. ხოდეჭერის თიკო ძალიან კარგად ხატავს და აი ვინც სცენარის დაწერის სურვილს გამოთქვამს, მინდა გითხრათ რომ ის სცენარში ძალიან მინდა თიკოს ნახატები იყოს. ხო, თიკო. მადლობა თქვენ. მინდორმა გაივიძა იასამნის პერებად გოგონა სისხლავილ ნარში უნდა მათი პერება სადღაც მიდის დაიგულით შვიდი პირმომცინარი ბილიკები გაიარა არც კი ვიცი ვინ არის გზაზე წამოეწია ღვთების გნევით ფერია მინდა სტუმრად ეწვია ნეტავრაზე მღერია დაზე მიდიან სიყვარულზე მღერითა ირგვლივ თვალს არ აშორებს გულს იჯერებს მზერითა სიყვარული აქ არის სიყვარულის ჯეროდეს კარი თქვენთვის გავაღე ჩვენ სისპერმდელზე სადღაც მიდის დაიგულით შვიდი პირმომცინარი ბილიკები გაიარა არც კი ვიცი ვინ არის გზაზე წამოეწია
ხების ქნევით ფერია ინდორს სტუმრად ეწვია ედავრაზე მღერია პლანეტაზე მიდიან სიყვარულზე მღერითა ირმითვალს არ აშორებს გულს იჯერებს მზერითა სიყვარული აქ არის სიყვარულის მჯეროდეს კარი თქვენთვის გავახე ჩვენ სისფერ მდელოზე მე გახლავართ თბილისის 179 საჯარო სკოლის მასწავლებელი დაწყებითის პედაგოგი. ჩემი ბავშვებით ვარ მოსული. რა გითხრათ ჩემს შესახებ? მიყვარს წერა, მიყვარს ქარგვა, მიყვარს ბუნებრივი ქვები. წერ როგორც საბავშვოს, ასე პატრიოტულ თემებს, სამშობლოსადმი სიყვარულს. მაქვს მოთხრობები, ზღაპრები, ლიტერატურული ზღაპრები, აკროსტიხები, ენის გასატეხები, რებუსები. ვარ ელექტრონული საბას უკვე 8 წელია ელექტრონული ვერსიები მაქვს ჩაშვებული საბას თანამშრომელი. მაქვს გამოცემული 2 წიგნი, ერთი დედაენის ანბანი აკროსტიხი პატარა და ასევე მაქვს ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მორგებული 1-დან მე-6-მდე წიგნი ქართული ენის, რომლის რედაქტორი ბატონი რეზო მიშველაძე გახლავთ. თითოეულ ასობგერაზე მაქვს 1000 რესურსი ჩაშლილი, ზუსტად მორგებული ეროვნულ სასწავლო გეგმაზე. ასევე ვარ ალბათ 60-ზე მეტი წიგნის თანაავტორი. მაქვს ზღაპრები, რა ვიცი, ძალიან უამრავი მათ პოემები, ძალიან ბევრი და ეს არის ჩემი ჰობი, ეს არის ჩემი რა გითხრათ, ვარ მწერალთა კავშირის წევრი. მწერალთა კავშირისგან მოინჭებული მაქვს გოგებაშვილის პრემია. ვარ ჯუმბერ-ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი და საქართველოს მეცნიერთა საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა აკადემიის ქალდიას ოქროს დიპლომის მფლობელი აკადემიკოსი. ვარ 2023 წლის პერსონა გამოჩენილ ადამიანთა პერსონაზე წარდგენილი 2023 წლის. რა ვიცი, ნუ პატარ-პატარა რაღაც სხვა სკოლიდან და რაიონიდან რეგალიები კიდევ სხვა არის. მოკლედ აი ეს ვარ მე. გაგიკითხავთ ახლა, რადგან ბავშვებთან გვაქვს ურთიერთობა, 2 პატარა ლექსი ჩემი. უფრო საბავშვოს უფრო ნაკლებად ვწერ ვიდრე ისე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემ ბავშვებს ვახარებ ხოლმე და წაგიკითხავთ ბავშვები და ყვავილი. შეჩერდით, მინდორს ნუ ქარგავთ, კარგნო, ჯერ კიდევ ყინვა ურცხვად ბოგინობს. ვეღარ მოვითმეთ გსურს, მიწავ ლამბოთ, ხედავთ აია ველზე ლოგინობს. თქვენ პატარებო, ჩვენზე ნუ ჯავრობთ, ჩვენი ვალია მამული ვხატოთ. წმინდა სპეტაკი, რაც ღმერთმა გვარგო, თქვენს გევალებათ სიკეთით მართოთ. და მეორე ასეთი ღვთის საბადო მზე ვიგულისხმე, ამოვარვარდა, ამოვიდა, ამოიწია, დისკომზე დედა ტკბილ მშობელი ამ სამყაროსი. მიწა გათბადა მკერდს დაისხა ყვავილთ არმია, ჯადოსნურ ფუნჯით ნაქაგნაფერ ღვთის საბადოსი. იამ ლამაზი ბუჩქის ძირია მოარჩია, ენძელამდელო მოჩითული ყოჩი ვარდებით, ამის შემყურე ფრინველთ გუნდმა დასცხვარია, დათბაცა მიწა არნახული ტრფობით და ვნებით. იფეთქა კვირტმა, არაერთმა, ურიცხმა ბევრმა, შიშველხეთ ტოტებს მხრებს დამშვენ და ხას-ხასა თექა. ვერაფერიო მოგვერევა ქარი ყინვაო და ვერცა დილგმა, ზე ჩვენთან არის ჩვენი დროა ფერსუნით ფეთქვა. მადლობა. მე ვარ ციცინო ცკიტიშვილი. ვარ 5 შვილის დედა. ყავს 2 შვილიშვილი. რა გითხრათ, წერას რაც შეეხება ბავშვობიდანვე ვწერ. რაც თავი მახსოვს, სულ წერ ლექსებს და გამოცემული მაქვს საბავშვო 5 წიგნი და საავტორო ლექსების 2 კრებული. ვარ სხვადასხვა წიგნებში თანაავტორი.
და რა ვიცი, ძალიან მიხარია და მახარებს საერთოდ აი ეს წიგნების გამოცემა და ეს თუ ჩემ ლექსებს კიდე ვინმე წაიკითხავს და მით უმეტეს ახლა ბავშვებმა ძალიან გამახარეს, როცა კითხულობდნენ ჩემ ლექსებს, აი არ ვიცი, რამდენხანს გამყვებეს სიხარული და უფრო სტიმული მომცეს ამ პატარებმა, რომ კიდევ ბევრი წერო და მადლობა მათ ამისთვის. მადლობა ქალბატონ ქეთის ამ ყველაფრისთვის. კარგი, წაგიკითხავთ ერთ ლექს ჩემი წიგნიდან, უფრო რელიგიურ თემებზეა აქ ეს ლექსები და ერთ ლექს წაგიკითხავთ. ძალა მომეც. რომელ გზასაც უნდა ვედგე, ძალა მომეც მოგიძიო, თვალებიც რომ დამიბნელდეს, ძალა მომეც მოგიძიო, გულიც კი რომ დამიბერდეს, ძალა მომეც მოგიძიო, სიკეთეც რომ დამიძველდეს, ძალა მომეც მოგიძიო, ვერავინ რომ ვერ მიგებდეს, ძალა მომეც მოგიძიო, ვერავინ რომ ვერ მიძლებდეს, ძალა მომეც მოგიძიო, ყველაფერი რომ შემძულდეს, ძალა მომეც მოგიძიო, ყველაფერი რომ შესრულდეს, ძალა მომეც მოგიძიო, სიმდიდრეშიც, სიგლახეშიც, ძალა მომეც მოგიძიო, დაგეძებდე ქვაშიც, ხეშიც, დაგეძებდე ყველაფერში, ვინც ეძებსო, იგი ჰპოვებს, ძალა მომეც მოგიძიო. ზაფხულია ცხელი, ხიზლობს მზე ნათელი და მცხუნვარეს ხივებს, ისვრის არც გვაფრთხილებს, შეფერად და ხილი, შემოვიდა თხილი, ბიჭო თვალი ჭყიტე, რა დროსია ძილი. ჩვენი საღამო დასასრულს მიუახლოვდა. და მოდით ახლა ვნახოთ საგვა ბაშმაძის ელა და პელას ეკრანიზაცია. ფილმში მეც მივიღე მონაწილეობა და სალამ დარბაზში შევიდოდეთ, მინდა გითხრათ, რომ მართლაც ლამაზი საღამო გელოდებათ. ქარმა ფრთხილად გაფალდა, ღუბლების თეთრი ფრთილა, მზე თვალები დააჭყიდა, გათენდაო დილა. Big warehouse with the chains in the man, Fender guitars and they're hanging there. Ladies at large, they look amazing in. It's a birthday, got the pennies in there. მესი ჯერ მოხსვია, ამიტომ ყველა მივიღეთ. მეც. რა წერია? მოსახერზე გზავნილია. ჩემთანაც. ჩემთან რაც იგივეა. აჯობ, შესაძლოა სექსუალური არის. გამარჯობა. ქართული წესდება. კი ბატონო. მადლობა. არ ვიცი. ვის გაგონი? ვის გონ? საგობებას გზავნილია. საგობებას გზავნილი? კიდევ რაღაც დევს. ეს რა არის? წერილი. აბა ვნახოთ რა დაგვიწერა საგობებო. ჩემო ძვირფასო პატარებო, იმედია მოგეწონათ ზღაპრები. მინდა იცოდეთ, რომ ძალიან ვეცადე. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ძნელია გაგაკვირვოთ ჩვენი შექმნილი ზღაპრებით.
ამისთვის უამრავი საშუალება არსებობს: კომპიუტერი, ტელეფონი და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ წიგნის კითხვა დამიჯერეთ ბევრად უკეთესია. თქვენ ოდენა რომ ვიყავი, ძალიან მიყვარდა კითხვა. მოგზაურობდი წიგნის პერსონაჟებთან ერთად და ვოცნებობდი. ბარემ ჩემს ბავშვურ, მაგრამ დიდ ოცნებასაც გაგიმხელთ. მინდოდა უზარმაზარი ბიბლიოთეკის მფლობელი ვყოფილიყავი, რომ მთელი ცხოვრება წიგნი მეკითხა. წიგნი ეს მთელი სამყაროა, რომელიც გვასწავლის, გვაბრძენებს, გვაფთიანებს. შეიყვარეთ კითხვა და ამაში თავად დარწმუნდებით. დიდი სიყვარულით, ცაგო ბებო. მოდი მოვისმინოთ დაბე. აბა გაიკეთა. ვაუ. აი ჩადა მაიწყება. გიხდება, მამობა. აკა როგორი ვამაზი? მეცნიერო. ბავშვებო, მოდი ტელეფონები ცოტა ხნით შევინახოთ და საგობებას ვაპარწევით. კარგი აზრია. აბა ძალიან საინტერესოა. ხო. აი, მანის გაფარი. ერთ ულამაზეს გვირილებით მოჩითულ მთელოზე ცხოვრობდა ორი ულამაზესი დაიკო, საოცრად ნაზი და ფარფატა ფრთებით. ორივეს ყვითელი და თეთრკოპლებიანი კაბა ემოსა. მათ ერთმანეთისაგან ვერავინ არ რჩევდა. თვით ქალბატონი დედა პეპელაც კი. კარგად დააკვირდებოდა, ვინძლო არ შემეშალოსო. მხოლოდ ერთი პაწაწკიტელა, უცხო, თვალისთვის შეუმჩნეველი, ყავისფერი ხალი ჰქონდა ელას. დები ხასიათით ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ელა დედის გამგონე, ჭკვიანი და მშვიდი პეპელა იყო. პელა კი დაფარფატებდა მთელი დღე და ღამე და მოსვენებას არ აძლევდა გვირილებს. შენ, დაგვიხსენი, ახლა სხომდელოზე გადაფრინდი. დაგვაცა ჩვენს ვინები ვროთ, მზის ხილების აბაზანებით. ეს რა თავხედი პეპელაა? რა მქნა, არ ვიცი, ეს რა ცელქიშვილი მყავს. რა კარგი პეპელაა, ზომიერად იკვებება ჩვენი ნექტარით. ნამდვილად საცხე და კეთილია. ელამაც სცადა დაიკოსთან საუბარი, მაგრამ ვინ მოусმინა. ელა ძალიან უყვარდათ გვირილებს. ზომიერად იკვებებოდა მათი ნექტარით და ზედმეტად არაც უხებდა. ერთ დღეს მოწყინდა პელას მათი საყვედურების. არც დედა გააფრთხილა, არც დაიკოს აღზნობინა არაფერი. ფრი და გაფრინდა უცხო მდელოების მოსაძებნად. ზაბუჭიჭინებს თავზად გაბაზე ძალიან. მიწერია წორთიანების. ეხლა ჩვენ ჭიჭინა. შენ ვინ ხარ? აქ საიდან გამოჩნდი? მე გვირილების ველიდან ვარ. იქ ყველას თავი მოვაბეზრე და გადავწყვიტე დამოუკიდებლად ვიცხოვრო. აქ რო დავშე წინააღმდეგი ხო არ იქნებით? და ვერ არის კარგი ამბავი, მაგრამ არ ავსავს დაჭრაკ და ერთად ვითამაშოთ.
კარგია შენთან თამაში. მეც მომეწონა. საღამოს დედა პეპელა მოიკითხა პელა და რომ ვერსად ვერ დალანდა, გვირილებს დაიკითხა. მათაც არაფერი იცოდნენ პელას შესახებ. ატირდა ელაც, მოინატრა ცელქი დაიკო. დედიკო, წამომოძებნი იქნებ ნაწყენია ჩვენზე და გაგვებუტა. ერთად მოძებნოთ, შემოჭკვიანო. მათ მოიწყინეს. მათაც მოენატრა ცელქი მეზობელი. მოიხმეს ნიავი და სთხოვეს დახმარება. მოდი ნიავს დაუძახოთ. ნიავო! ის ქარს არ გავს, არ იცნობენ. მის საქმეებს იავით. დუბუქია ოდნავ ცივი, ნაზად დაქრის ნიავი. კარგი გეყოფა, ძლიერად ნუბერავ. გეყოფა. საქმეზე გიხმეთ, თხოვნა გვაქვს. პელა დაიკარგა. შენ მთელ ქვეყანაზე დაქრე ხარ, მოგვაძებნინო. ძალიან გთხოვ. ისონავარი პეპელა? კარგით მეგობრებო, მოვძებნი. აუცილებლად ვიპოვით. ნიავმა პირობა მისცა მათ, რომ აუცილებლად იპოვიდა ონავარ პელას. პელა კი ჭრიჭინასთან ერთად აღმა-დაღმა დაფარფატებდა და სრულიად არ ფიქრობდა სახში დაბრუნებაზე. ბოლოს დაიღალა და დასვენება გადაწყვიტა. მოიკალათა ყაყაჩოს ფოთოლზე და წამით ფიქრს მიეცა. მოაგონდა დედა, დაიკო და გვირილები. უცებ იმათთან ყოფნა მოუნდა. ამ დროს ნიავმა ჩასჩურჩულა. წადი სახლში, ყველანი განიცდიან შენს არყოფნას და გვირილებსაც მოენატრე. მართლა? გვირილებსაც მოვენატრე? წადი. მაპატიე დედიკო, აღარ გაგეპარები. ედი დაკვანდი ჩემო პატარა, მთავარია კარგად ხარ. და იცოდე, აღარასოდეს აღარ გაიცე. იცი როგორ ვიჯავრეთ? პელა, გვირილებმა მოგიკითხეთ და დაგვაბარეს. აუცილებლად მოგვიყვანა ჩვენი ცელკი პეპელაო. დაიფრიალოს რამდენიც უნდა აღვოთ, აღარ მიგვატოვოთ და ვიცხოვროთ შვიდად. არ დაგვივიწყო. შემოგვიარე ხოლმე, ოღონდ ჯერ დედა გააფრთხილე. ხო სწრაფად გავიდა დრო. ტელეფონი სულ არ გაგვხსენებია. ამიტომ უნდა ვიმეგობროთ წიგნებთან. თან ის არის კარგი, რომ პრობლემებიც მოვიგეთ. საგობრო ზუსტად იცოდე რა გამოგვიგზავნა. ვიმეგობროთ წიგნებთან. მამროჩა გადაიღო აკიშკიშ და ჩიშაჩლელა. ჩიშფილად გადაიკრა ჩვენ დიდი ჩიშაჩლელა. იმედია მოგეწონათ პატარა მსახიობების გაცოცხლებული ფილმი. ჩვენ მუდმივად შევეცდებით, რომ ქართველი ავტორების წიგნები მივიტანოთ უკითხველამდე და გავუწიოთ პოპულარიზაცია წიგნებს. მოგიწოდებთ, შეიძინოთ ქართული ავტორების წიგნები.
სპეციალურად ჩვენი ამბებისთვის ნატალი დათიაშვილი. სპეციალურად ჩვენი ამბებისთვის ანა მარია ყულოშვილი. ეს იყო ჩვენი პირველი პროექტი, გაცოცხლებული წიგნის შეხვედრა ავტორი.